მეხი მგლეჯდეს გრიგალი მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი რომ ცადა მიწა შევძრა ზანზარით როცა დაღლილი მძიმე უღელით ხალხი ასდგება მკლა მოუღლელი დროშებს დააწერს თავისუფლებას და ცა დროშები დაიღრუბლება როცა მტრის რისხვად ხალხ გასახარად ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა იქ ჩემი სიცხლი დაიქცეს წმინდა მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა და რომ მომხვდება ბასხი მახვილი უკანასკნელი ჩემი ძახილი დე დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში დე გაქაფული ცხენებით მაშინ ჩემს მკვდარ სხეულზე გადითხარუნონ ოღონ ჩამძახონ სასიხარულო მტრის დამარცხების ხმა დარხეული დე გადიქელოს ჩემი სხეული შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც შემდეგ შეკრებიან ჩემს ძვალთა გროვას ქარის ზუზუნში დროშებს გაშლიან დროშებს ევლებად შავი არშია და დაგუმარხავენ სულ ერთად მათ ვინც გატეხა სიმაგრე მტერთა ვინც საოცნებო დროშა გაშალა თავისუფლებას ვინც ენაცვლა შესანიშნავი წერალი გურამ დოშანაშვილი არაჩვეულებრივი უნიკალური წერალი და კინოდრამატურგი ან დრამატურგი ერლომ ახვლედიანი და კინორეჟისორი მხცოვანი კინორეჟისორი დამსახურებული ადამიანი შესანიშნავი რეჟისორი პავლე ჩარკვიანი ჩვენყოლეს პატარა წული შეგვაქვს საქართველოს რომ ყავდეს ის ხარხალი საქართველოს ყავდეს თქვა თუ კონდეს არ ვიცი ორი ერთად არის რომ დღეს ბზანდება უწმინდესი რა უნეტარესი ვინც მე გადამარჩინა უღრმესი მადლობა უღრმესი მადლობა ეს საღამო ყოფილიყოს ხელოვნებაში შემობრუნების დასაწყისი 37 წელიწადია ვარ კინოსტუდიაში და ერთი რაც მინდა გითხრა მასთან დაკავშირებით რომ ამ 37 წლის განმავლობაში მე ერთი დასკვნა გავაკეთე ასეთი რომ იონე ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ჩვენ გიყვარდა ერთმანეთი კინოსტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენი ასეთი ყურადღებისათვის და ამავე დროს მინდა რომ ქედი მოვიხაროთ და ჩვენი პატრიარქის წინაშე.
Dara khali ხელის გულზე სატარებელი rat valebi Elvis ცეცხლის დამჭერი ბოშა ქალი ვარსკვლავების სადარები შეხედეს და შეუკურთხეს გამჩერი მე ზღვაურებს გამომწევად გვერდს ჩაულის ეტყვიან და ისიც ეტყვის ურიგოს ხელგაშლილი გადუდგება მე ზღვაური მხოლოდ ერთხელ მაკოცეო სულიკო ეს პატრია სიყვარულის დოსტაქარი განადარდობს თვალებს ცერემლით იოსებს მხიარული ფეხში შველა ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე Disti bene, disti hode,imosh perane divoin. Disti bene, disti hode,imosh perane divoin. Sasada loreke, ay sasajaloreke. Aciba dore dore Azai chundo yar Jaba bagare Aciba dore bujuria Jaba bagare Aciba dore bujuria Jaba bagane, achim dore bujuria. Jaba bagane, achim dore bujuria. Jaba bagane, achim dore bujuria. Bagane, achim dore bujuria. Idi madloba, idi kubeki ba. Madlob chevoliza. Majangloba, utsnauri senia. Ღმერთის ნებას ასე გაუჩენია. სიყვარულს ვერ მოულიცავდა და მიცახეთ მოვალსანახავდა ცხოვრება თუ უიღბლოა გჯეროდე ხანუმასგან დახმარებას ელოდე სიყვარული ეს ისეთი ხადია ვერც ერთ კალამს ჯერ ვერ დაუხადია ამას ვისავხედავ ხანუმა არაქელოვნა Slamazi me slamazi khanumja Shensa melode meskelode khanumja Kaval garet damogidan adamsa Zindagisva cilindrian tatatsa რაც შენ გინდა ის მეც მინდა ხანუმჯა მოდი რაღაცას მათვალებ ხანუმჯა გავალ გარეთ დამოგიდან ადამიანსა გადაგაცემევ ადამიანის კაბასა
ბატონი ფრიდონ სულაბერიძე, ბატონი ომარ მხეიძე, ბატონი ვახტანგ გუნაშვილი, ქალბატონი მანანა აბაზაძე და ქალბატონი იანზე დოლაბერიძე, მივესალმოთ მათ. აპლოდისმენტები გთხოვთ სცენაზე. ბატონი ფრიდონ სულაბერიძე, ბატონი ომარ მხეიძე, ქალბატონი მანანა აბაზაძე და ქალბატონი იანზე დოლაბერიძე, მივესალმოთ კიდევ ერთხელ.
ბატონი ვახტანგ გუნაშვილი. სცენაზე ვთხოვთ ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. მივესალმოთ. ბატონ ჯემალ ჭკუასელს. ბატონ რობერტ გოგოლაშვილს. და ბატონ პოლიკარპე ხუბულავას. მივესალმოთ მათ. აპლოდისმენტები. საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვ-სააკაშვილი. მინდა მოგილოცო სული და გული და მინდა დიდი მადლობა უთხრა ელიტ ელექტრონიკს, რა თქმა უნდა, მივესალმო უცვიდეს და უნიტარესილია მეორეს და რა ვიცი, ძალიან მომწონს ეს საღამო, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ და დიდი მადლობა ყველას. კიდევ ერთხელ მივესალმოთ. ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი, ბატონი რობერტ გოგოლაშვილი, ბატონი ოთარ ბერძენიშვილი და ბატონი პოლიკარპე ხუბულავა. აპლოდისმენტებით. მინდა სცენაზე მოვიწვიო ამ საღამოს სულისჩამდგმელი, ინიციატორი, ადამიანი, რომელმაც მართლა დიდი შრომა გასწია და ვის ინიციატივითაც ჩატარდა ეს საღამო, ბატონი ანზორ ქოქოლაძე, ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი. მოგესალმებით, მე ძალიან მეუხერხულება ჩვენი ლეგენდების შემდეგ ამ სცენაზე დგომა, მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი საღამო შედგა. ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ გამოგვეხატა ის სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდების მიმართ. თავიდან პროექტი საკმაოდ მოგზალებული იყო, მაგრამ უწმინდესი და უნიტარესის ლოცვა კურთხევით და ჩვენი ქვეყნის პირველი ლედის ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსის აქტიური მხარდაჭერით იმ სახით მოხერხდა, რომ წარმოგვედგინა, რასაც დღეს ხედავთ თქვენ. და ბოლოს მინდა ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი მოვიწვიოს ჩემთან ერთად სცენაზე და რომ არა ქალბატონი ნინო, ეს პროექტი ამ სახით შეუძლებელი იქნებოდა. ქალბატონი ნინო.
ყოველ კარგ წამოწყებას თუ ღირსეული ადამიანი არ ჩაუდგება სათავეში და არ უხელმძღვანელებს და დიდი სიყვარულით არ იქნება გაკეთებული, არ გამოგვივა და მე მიხარია მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში ვხედავდი ქალბატონი ნინო რა სიყვარულით აკეთებდა ამ საქმეს და მე ბედნიერი ვარ და მიხარია რომ ეს ასე გამოვიდა. მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს, დათო დოიაშვილს, ნიკა მემანიშვილს, რა ვიცი, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც სულით და გულით ჩააქცევა დღევანდელი საღამოს მოწყობაში. მე ასევე მინდა მიმართო ჩვენს ლეგენდებს და მე გავიმეორო დათო დოიაშვილის სიტყვები ბოდიში და მადლობა. მე ამას ჩვენი საზოგადოების სახელით მივცემ თავს უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოების სახელით გავიმეორო ეს სიტყვები. ბოდიში და მადლობა. ბოდიში რომ დავაგვიანეთ, მადლობა რომ თქვენ არსებობთ. ჩვენს ლეგენდებს მინდა მიმართო ამ სიტყვებით. ჩვენ გვეამაყება თქვენით, ნებისმიერი ერი იამაყებდა თქვენით. მე ასევე მინდა დავამატო, რომ პროექტი გაგრძელდება, ყოველწლიურ სახეს მიიღებს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობთ ყველას და აი არ ვიცი რამდენად შეიძლება შევკადრო, მაგრამ თუ აქვს სურვილი უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეს საღამო დააგვირგვინოს, იქნება ყველასთვის დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ მისი კურთხევის გარეშე ეს არ დაიწყებოდა და არ იქნებოდა. ყველას სიყვარულით მოგესალმებით. მე ვიცნობდი ერთ პოეტს, რომელიც ამბობდა, მე არ მაშინებს დასჯა, მაშინებს დარდი მხოლოდ. თითქოს დარდმა მოიცა მთელი საქართველო, მაგრამ არ შეგეშინდეთ. დარდი სიხარულად გარდაიქცევა. ღვთის მადლით და ღვთის დახმარებით. დღეს ნამდვილად საოცარი დღეა და მე მინდა მივმართო ჩვენი კულტურის ხელოვნების მუშაკებს, რომელნიც ვიხილეთ აქ და რომელნიც ვერ მოვიდნენ, თქვენ ბრძანდებით მნათობნი საქართველოისანი, თქვენი მაღალი ხელოვნებით გადაარჩინეთ ჩვენი კულტურა და მთელი საქართველო. მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო, სახლში დაბრუნდეს ის ხალხი, რომელიც გასულია საქართველოდან. ამას წინათ მე მოისმინე რადიოში ერთი პოეტი ქალის სიტყვები, რომელიც წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ. და ეს პოეტი ქალი ამბობს, თუ არ დავტოვე სახლის დარაჯად. ღმერთმა ინებოს, რომ არ დაცარიელდეს არც ერთი სახლი. ღმერთმა ინებოს, რომ აღარ გავიგონოთ, თუ არ დავტოვე სახლის დარაჯად. სახლი უნდა ცოცხლობდეს და კერა უნდა ენთოს ყოველ სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ.